Ყოვლად მინდა ოხთის მშობელო გვაცხოვნენ ჩვენ დიდება შენ და ქრისტე ღმერთს ასვება ჩვენ დიდება შენ და დიდება მამასა და იესოსთან და მარიასთან რომელიც ყოველთა და მუდართ აღდგომას ქრისტე მან ჭეშმარიტ მომაჩვენე მეუხევი და ყოველდღე უხსნეს და ღირს და ღმერთ შემოსილთა მამაჩვენე და ყოველწლინა სული ჩვენგან ახლად შესვენებულისა მონისა ღვთისა მიხეილისა საყოფელთა მართლისა და აზრის ერთად წინაპრებთან ჩვენ შეგვიწყალოთ ისეთ სახეებსა და მოყვარეს სანადრელსა შინა საუკუნო დაძინება განსვენება მიმადლე უფალო მიცვალებულ საქამოხსე მიეცმა საუკუნო ხსენება საუკუნოდ იყოს სენება მისი, საუკუნოდ იყოს სენება მისი, ხსენება და კურთხა მისი სულ მამის მალკეთ და შეგანოსოს და ნაცავარისა და იდეოლოგიის სულ მართათან შევეცდები ხოლო სულ მართათან შევეცდები ხოლო სულ მართათან შეგარიდებენ ხოლო ღმერთო ძლიერო და საშინო რომ ყოველი არ არის ან შექმე და თქვენ კაცი ხატა და მსგავსა შენ და რათა უფლებდეს იგი ქუნთა შენთა და შეწოდებათა მისცა სიკვდილი ყოველთა მოაწია შენ აკურთხე საფლავი ესე და აქამდე ბარისა მიცვალებულისა მიხეილის სული განაწესე მართალთა თანა რამ შენ ხარ პირველ ცხოველთა და შენი არის უფლება ძალა და დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწდა მაგადის და უკუნთი უკუნისამდე ამენ იკურთხება საფლავი ესე სხურებითა წლისა წლისა იესოს სახელითა მამისა და ძისთან იკურთხება საფლავი სხურებითა წლისა სახელით მამისა უფლისაი არის ქვეყანა სამსება მისი სოფელი და ყოველ დამკვიდრებული ღმერთმა შეიწყალოს ჩვენგან მიცვალებული ვიშა მიხეილის სული ნათელში დაამკვიდრო სამოთხეში თავის ცხონებულ წინაპრებთან გააღვწინოს თავისი შვილები დალოცოს თავისი ოჯახი დალოცოს და იქიდან ილოცოს მათთვის მოვიდა ღირსეულად იცხოვრა კაცური კაცად წავიდა იმ ქვეყანაზე ქრისტიანი აღსარებელი ბოლოს ეზიარა 2 დღის წინ და ვალმოხდილი ამ ქვეყნიდან წავიდა ღირსეულად ღმერთმა შენი გაკეთებული საქმეები შეიწიროს შენი ქართველობა დალოცოს და იქიდან ილოცე რომ ჩვენ ღირსეული მამულიშვილობა გავწიოთ ღმერთმა აცხონა შენი სული მან იმდენი სანთელია ანთო თავის რაიონში თავის ქვეყანაში ის არ ჩაქრება ბევრი კეთილი საქმე გააკეთა და ღმერთმა შეუწიროს მამაუდალოთ ღმერთმა მისცეს ცხონება განათლება ღვთისმოსთან საცაცხველი დამკვიდროს უხუმა საწმართალი განცდა ჩვენთან ერთად ძვირფასო საზოგადოება ზნეკეთილო ხალხო მიხეილის ყველაზე ახლო პატივისმცემელობა მეგობრებო მეზობლებო ოჯახის წევრებო და ყველა კეთილო ხალხო დღეს ჩვენ თავის საბოლოო უკანასკნელ სამყოფელში ვაცილებ ძვირფას მოღვაწეს არა უბრალო ქართველს არამედ მოღვაწეს ბატონი მიხეილი მათ თავისი ცხოვრება პირნათლად შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი ვალი ის იყო არა უბრალო მოსამსახურე უბრალო მოხელი არამედ მიხეილი იყო საზოგადო მოღვაწე რომელიც ზრუნავდა სოფლისთვის ხალხისთვის მთელი თავისი საყვარელი სამშობლოსათვის ბატონ მიხეილს გავლილი აქვს ცხოვრების საუკეთესო გზა ის არა მარტო სახურობდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას იხდიდა არამედ ის დიდ საქმეს აკეთებდა მისი საქმეები რომ ჩამოვთვალოთ ძალიან დიდ დროს წაგვართმევს მაგრამ მე მოკლედ ვიტყვი ზოგიერთ
საგარეჯო ოდესღაც პატარა სოფელი იყო, როდესაც გაიზარდა მას აღარ ყოფნიდა სასმელი წყალი. ნახევარი საგარეჯო მისი გამოყვანილი წყლით საზრდოობს დღესაც. საგარეჯოს აი აქეთ უბნები რომ გაიზარდა, გადასასვლელი აღარ იყო, თქვენ ხედავთ მდინარე, პატარა მდინარე ჩამოდის თვალთხელი. ხიდი გააკეთა. და რამდენი კიდევ მაგისთანა საქმეები გააკეთა. როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, მიხეილი იდგა იმ ეროვნული მოძრაობის წინა ხაზზე, არა მარტო როგორც უბრალო ჯარისკაცი, არამედ ერთ-ერთი მოღვაწე კაცი, რომელიც ხელმძღვანელობდა მთელ გარეკახეთის ჰელსინკის კავშირს და შემდეგ კი ამ ბოლო დროს რგვალი მაგიდის საორგანიზაციო განყოფილების გამგე და ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე იყო. შეიძლება ზოგიერთს პარადოქსად მოეჩვენოს, რომ ის თავისი ცხოვრების დიდ მანძილზე პოლიციაში მსახურობდა, პოლიციის უფროსი იყო, მაგრამ ზოგიერთს შეიძლება გაუკვირდეს, როგორ რუთუ პოლიციის უფროსი ეროვნულ მოღვაწეობაში იყო ჩაბმული. დიახ, იყო. მე ყველა მისი ნაბიჯი აღრიცხული მაქვს და აი როდესაც საქართველოში, თბილისში დატრიალდა ის შავი უბედურება, როდესაც ქართველი ხალხი გადაირია და თავის მიერ არჩეული მთავრობა დაამხო და დევნილობაში გააძევა, მიხეილი იქ იმ ტყვის წვიმაში იდგა და ხალხს ეუბნებოდა, ხალხო, რამ გადაგრიათ, ვის ებრძვით, ვირას ებრძვით და ხშირად იქიდან შეუძახებდნენ ხოლმე. გაგვეცალე, მაინდან ტყვი არ მოგხვდეს, მომხვდეს, ღირსი ვარ, რომ მომხვდეს, რომ მე მოესწარი საქართველოს აი ამ გადარევა. საქართველო მართლაც გადარეული იყო მაშინ. ვისაც ახსოვს ის პერიოდი, რუსთაველის პროსპექტი ბრძოლის ველს წარმოადგენდა, როდესაც დევნილობაში წავიდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, აი იმ ღამეს მეც მასთან ერთად ვიყავ და ჩვენი თვალით ვნახეთ, რას წარმოადგენდა იმ რუსთაველის პროსპექტი. ისევ ბოლამდა, ისევ ცეცხლი ეკიდა ქალაქს და აი ამ ხალხი, როდესაც მოდიოდა გამთენიისას, დილით წიროდა ხალხი, რა უბედურება ნახა. იმის მერეთ ბატონი მიხეილი ხშირად ხალხში გამოდიოდა, ლაპარაკობდა, ხალხო, შევრიგდეთ, ერთი მუჭა ხალხი ვართ, ვის ვებრძვით, ვის ვახოცავ, რატომ ხოცავთ ერთმანეთს. აი 2 ათეული წლის მანძილზე, როგორც მალამოღებული ისე ედგა ხალხს და ყველას არიგებდა, არ შეიძლება, უნდა შევრიგდეთ. აი ასეთი პიროვნება იყო ბატონი მიხეილი. მშვიდობით, ჩემო ძვირფასო, ჩემო მეგობარო, ჩემო მე ვარ უფროსი ასაკით და მე უნდა მაცილებთ ეხლა 84 წლის კაცს და აი ჩვენ გაცილებთ. კეთილი სუბუქი იყოს შენთვის ეს ქართული მიწა, შენმა სულმა კი იფრინოს მარადიული საქართველოს ზეცაზე და კეთილ ანგელოზებთან ერთად და იქიდან ილოცე შენი ოჯახისთვის, შენი საყვარელი სამშობლოსთვის, საქართველოს გამთლიანობისათვის. აი უკანასკნელად ჩვენ რაღაც 10 დღის წინ საუბრობდით კიდევ თუ როგორ მდგომარეობაში იყო საქართველო. კიდევ მიეცა საქართველოს შანსი, რომ გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან და აი გამოსულიყოს ამ მძიმე მდგომარეობიდან და მოვალთ შენ საფლავზე და ჩამოგძახებთ, რომ შენი ოცნება ასრულდა, საქართველო მშვიდობაში არის საქართველო და ხალხი თანდათან კეთილდღეობის გზას დაადგა. კარგად იყავით, მშვიდობით იყავით, დაგვილოცია ის მარადიული საქართველოს გზა და იძინე იქ კეთილად.
უცემელი ხალხის გამო ბატონებით ვერ მოგმართა ძმები აქაც კი ამოსულათ სასაჭირო იყო ვითქვამს ჩვენი საქმელი სახეზე გეტყობა რომ ვიდათ ხარ იმიტომ რომ ყველაფერი აღასრულე რაც ერთ კაც უნდა გაეკეთებინა ასე რომ როდის ერთმას თუ გადავაკეთებ სინდისით მეტი არაფერი არ მოეთხოვება დიდი მადლობა ძმობისათვის მეგობრებისათვის ძახილისათვის როცა მიძახდი რა თქმა უნდა იქიდანაც გამიძახებ და მოვალ როგორც ყველანი მივდივარ მეგონია უკვე დამყარდა კონტაქტი ჩვენ შორის ჩვენ უკვე ის სამყაროში ხარ ჯერჯერობით აქავარ ასე ვიქნებით სულ საქმე არ იცვლება იმ ადამიანის მიმართ ვინც გიყვარს სადაც უნდა იყოს მადლობა ძმების სახელით ხელსინკის კავშირის რესპუბლიკური გამგეობის სახელით მადლობას ვეუბნები ბატონ მიხეილს ქართული ქვეყნის უკეთესი პოლიტიკის ამონიერი ხელისუფლების თანამდებობის და როგორც ზუგდიდელი ათმად მადლობას ვეუბნები 90-93 წელს ზუგდიდის გადარჩენისთვის რადგან აქედან ჩაყვანილ პოლიციას გაქცევის პოლიციას ხელმძღვანელი ბატონი მიხეილი და ერთადერთი გამართონებელი ძალა მხედრიონის გამანგრეველი ძალისა გახდა ბატონი მიხეილი და ვინც რამდენი ათეული ადამიანის სიცოცხლე აქვს შენარჩუნებული. ამონიერი ხელისუფლების სახელით შვიადის თანამდებობის სახელით ხელსინკის კავშირის სახელით მადლობას ვეუბნები ბატონ მიხეილს ათელში გამყოფ ბატონებო, დღეს სიტყვა ბედნიერი თითქოს და მიუღებელია. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი კაცი გახდა ბატონი მიხეილი. ბედნიერი თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ მას ვაცილებთ და გადავაფარეთ იმ ფერის დროშა, რა ფერის ჩოხა აწვია ამ ადამიანს. ბატონი მიხეილი ღირსი იყო ამ დროშისა სიცოცხლეში და ღირსი არის ეხლაც, როდესაც ჩვენ ვაცილებთ იქ, სადაც ის შეეროცხება ქართველების იმ ლაშქარს, რომელსაც ხელმძღვანელობდა და ყოველთვის უხელმძღვანელებს ჩვენი უკვდავი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ბატონი მიხეილი იყო ნამდვილი ქართველი ოფიცერი. აი ასეთი ოფიცერები უნდა ყავდეს საქართველოს მომავალში. ასეთი ხელმძღვანელები ყავდათ ქართველ ჯარისკაცებს უწინ. და ბედნიერია იმით, რომ ის იყო თანამებრძოლი კანონიერებისა და მისი ხელმძღვანელისა, ჩვენი პრეზიდენტისა, იმიტომ რომ თანამოაზრე ძალიან ბევრი ყავდა მაშინ ჩვენს პრეზიდენტს და როდესაც გაუჭირდა ჩვენს სახელმწიფოს, თანამებრძოლი ძალიან ცოტა აღმოჩნდა. ბატონი მიხეილი არის ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მისი ქმედებით, აი ამ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჩვენთვის დამტკიცებული დროშით ასეთი ოჯახი დატოვა, ასეთი მეგობრები დატოვა და მეც თავს უფლებას ვაძლევ განვაცხადე, რომ მისი მეგობარი ვარ და გისურვებთ უყველას, რომ ასეთი ადამიანები თქვენც ყავდეთ ძალიან ბევრი, რამე თუ ეს არის ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი საშუალება. შვიდობით ბატონ მიხეილ და
ეს გამოსათხოვარი სიტყვა იყოს არა მარტო თქვენთვის, არამედ იმათთვის, ვინც მას უსმენს დღეს. მადლობა. To jest troszeczkę utrwalone.